ასეთი მოცულობის კაპიტალდაბანდება არის უდიდესი ნდობის გამოცხადება ჩვენი ქვეყნისადმი და ამავე დროს ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობის ნათელი გადასტურება. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ამ გრანდიოზულ პროექტს ახორციელებს იგელ ჰილსი, დეველოპერი, რომლის სახელით საერთაშორისო ასპარეზზე უმაღლეს ხარისხთან და ინოვაციებთან ასოცირდება. ეს არის საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ იზიდავს ჩვენი ხელისუფლების მიერ შექმნილი სტაბილური, პროგნოზირებადი და ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო ბიზნესის საერთაშორისო ლიდერებს. პროექტის მასშტაბი მართლაც შთამბეჭდავია. ჩვენ საუბრობთ სრულიად ახალი თანამედროვე ურბანული ეკოსისტემების შექმნაზე. თბილისში, კრწანეში 600 ჰექტარზე შენდება ახალი მწვანე ქალაქი, 1,000,000 კვადრატულ მეტრზე მეტი მოცულობის საცხოვრებელი და კომერციული კომპლექსებით, სასტუმროებითა და რეკრეაციული სივრცეებით. ბათუმში კი ყოფილი პოლიგონის ტერიტორიაზე 250 ჰექტარზე იქმნება შავი ზღვის სანაპიროს ახალი მარგალიტი, პრემიუმ კლასის კურორტი, სადაც უმაღლესი კლასის ტურისტული ინფრასტრუქტურა განვითარდება. ეს პროექტები უპირველეს ყოვლისა ნიშნავს ათასობით ახალ მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილს ჩვენი მოქალაქეებისთვის, როგორც მშენებლობის, ისე მოგვიანებით ოპერირების ეტაპზე. 6,5 მილიარდი ამერიკული დოლარი. ეს ნამდვილად არის უპრეცედენტო მოცულობის ინვესტიცია, რომელსაც ექნება უდიდესი გავლენა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ხაზგასმა იმის, რომ უშუალოდ ეს პროექტი იქნება დიდი ხელშემწყობი დასაქმების. შეიქმნება ათასობით ახალი სამუშაო ადგილი, ეს იქნება 2 ახალი მნიშვნელოვანი დანიშნულების ადგილი თბილისში, ისევე როგორც ბათუმთან ახლოს მდებარე გონიოში, რომელიც შექმნის ძალიან მნიშვნელოვან ეკოსისტემას, რომელიც გაერთიანებს საცხოვრებელ სივრცეებს, განთავსების ობიექტებს, კომერციულ სივრცეებს, სავაჭრო ქუჩებს და სხვა ძალიან ბევრ მნიშვნელოვან ახალ დანამატს ჩვენი ქვეყნის ტურისტული პროდუქტისათვის. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ბათუმის პროექტში ასევე მოეწყობა იახტების ნავმისადგომი, რომელიც რა თქმა უნდა ახალ ეტაპზე გადაიყვანს ჩვენს გონიოს, მაგრამ ასევე ეს იქნება საკმაოდ ლოგიკური გაგრძელება ქალაქის განვითარებისთვის. ეს მთელი გამოსლება, კარგი წარმატებული გამოსლება მოგვაქვს საქართველოში. ჩვენ ვართ წარმატებულნი, მაგრამ ეს არ არის ყველაფერი. ჩვენ ვსწავლობთ, დღესაც ვსწავლობთ. სწავლა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ეს უნარი გვაჩნევს თუ როგორ შეიძლება შევიტანოთ წვლილი ხალხის კეთილდღეობაში, რა სამუშაო ადგილების შექმნათ, რა ჭირდება ქვეყანას. ამაზე ვფიქრობთ ხოლმე და ეს არის განსაკუთრებული, იმიტომ რომ ფინეში და პროდუქტი მინიმუმ 5%-ით იზრდება ასეთი დამოკიდებულებით, ასეთი განწყობით და ამას აკეთებს მესამე მხარე და არა ჩვენ.